რამდენი ელემენტი შეიცავს A-ს და B-ს გაერთიანებას გამოვაკლოთ A-ს და B-ს თანაკვეთა სიმრავლე. ამ სიმრავლის ელემენტთა რაოდენობა მაინტერესებს. თუ ცნობილია, რომ A და B სიმრავლეები შეიცავს 5 ელემენტს, რომელთაგან 2 ელემენტი საერთოდ. თუ A-ს და B-ს ელემენტები საერთოდ, ასე შეგვიძლია გამოვსახლოთ ვენის დიაგრამით. და ეხლა მე რასაც დავშტრიხავ, ეს არის A-ს და B-ს გაერთიანება. წითლად დაშტრიხული არის A-ს და B-ს გაერთიანება. მაშინ ლურჯად დაშტრიხული იქნება იმ ელემენტების სიმრავლე, რომელიც მიეკუთვნება აი ამ სიმრავლეს. ანუ გაერთიანებას გამოკლებული A-ს და B-ს გაერთიანებას, რომ გამოვაკლოთ მათი თანაკვეთა, დარჩება აი ეს დაშტრიხული არე. ჩვენ გითხეს, რომ აქ 3-ია, აქ 3-ია და აქ 2-ია. ესე იგი, ჩვენ გვინდა დაშტრიხულ არეში შემავალი ელემენტების რაოდენობა. ეს იქნება 6. ნეფიქსიტოლია კოსინუს 3x ფუნქციის მინიმუმი გვაინტერესებს, როდის მიიღება მოცემულ შუალედს. ეს რა შუალედია? ეს არის x ეკუთვნის -2π მე-13 -π6 შუალედი. მაშინ 3x-ისთვის ეს რა შუალედი იქნება? x-ი თუ ამ შუალედში იცვლება 3x -2π-დან -π9-მდე შეიცვლება. ანუ 3x რა შუალედში იცვლება -360 გრადუსიდან -90 გრადუსამდე. მინიმუმს როცა მიაღწევს კოსინუს -90 -180 -270 -360 -360 ის თოლი ხდება კოსინუსი 1-ის 270-ზე 0-ის -180-ზე -1-ის -90-ზე ისევ 0-ის და ასე. ანუ სად აღწევს მინიმუმს? -180-ზე. როდესაც -3x ხდება -180-ის თოლი. -3x კი რაღაცა, 3x. მაშინ x-ის თოლი ხდება -60-ის. ანუ -π-13-ის. წინასწარ განსაზღვრული 20 თემიდან გამოსტაზე აძლევენ შემთხვევით შერჩეულ 3 თემას, საიდანაც მოსწავლე სურვილის მიხედვით დასაწერად ირჩევს 1-ს. მოსწავლეს საგამოსტოდ განსაზღვრული 20 თემიდან მომზადებული აქვს მხოლოდ 12 თემა. რას უდრის იმის ალბათობა, რომ მან შეძლოს მომზადებული თემის არჩევა? ეხლა ნახეთ. ერთი თემას რო შეხვდეს 3 თემიდან, უკვე გვაწყობს. და ერთი უნდა დაწევოს იქ. ანუ რა არ გვაწყობს? აქ დომილობა არის, რომ 3-დან 1 იცოდეს.
ან საწინააღმდეგო იქ არის რომ 3-დან არც ერთი იცოდეს. ანუ ეს 3 რა შემთხვევაში ჩაიჭრა მოსწავლე? რა შემთხვევაში და იმ 8 არნასწავლი თემიდან თუ ხდება 3. ანუ მოდი ბოლოდ ჩაჭრის ალბათობა. ანუ ალბათობა იმის რომ ჩაიჭრე. ვერ ჩავა. ეს არის რა? C20-დან 3, ანუ ყველა შესაძლო ვარიანტის რაოდენობა. ანუ 20-დან რამდენი სამეული შეიძლება მოხოჩიოთ? ნიშნავენ რიცხვში C8-დან 3. მაგრამ მაშინ გამოდის რომ ალბათობა იმის რომ ჩავაბარებთ ერთს გამოკლებული ჩაჭრის ალბათობა. ანუ პასუხი იქნება ეს. უნდა ვუყოთ εμείς ყველა იმ მნიშვნელობათა სიმრავლე, რომელთაგან თითოეულისთვის მოცემულ კვადრატულ განტოლებას აქვს ერთი და იგივე ნიშნის ორი განსხვავებული ფესი. ორი განსხვავებული ფესი დისკრიმინანტი უნდა იყოს დადებითი. ax კვადრატს პლუს bx პლუს c უდრის 0-ს. ამის დისკრიმინანტი არის b კვადრატს მინუს 3c. და თუ ორივე ფესს ერთ და იგივე ნიშანი აქვს, ნიშნავს რომ ნამრავლი უნდა იყოს დადებითი. ანუ c შეფარდებული ასთან უნდა იყოს დადებითი. იმიტომ რომ ვიტის ფორმულების თანახმად ნამრავლი x-ად შეეცრება ეს c შეფარდებული ასტოლი. ჯერ დავწეროთ დისკრიმინანტის დადებითობა. b კვადრატს მინუს 4 ჯერ a ჯერ c არის დადებითი. 16 მინუს 12 პლუს 4m არის 16 მინუს 12 4-ია. ანუ 4m მეტია მინუს 4-ზე. m მეტია მინუს 1-ზე. ეს ერთი. მეორე. c შეფარდებული ასთან დადებითი. ანუ 3 მინუს m შეფარდებული 1-თან უნდა იყოს დადებითი. მინუს m მეტია მინუს 3-ზე. m ნაკლებია 3-ზე. მეტი მინუს 1-ზე, ოღონდ ნაკლები 3-ზე. ABC მართკუთხა სამკუთხის, C მართკუთხის სწორედან, ანუ ეს მართკუთხე. გავლებულია მართ. სიმაღლე. იპოვეთ ACD კუთხის სინუსი. ამ კუთხის სინუსი მთხოვე. ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. რატომ? ეს იქნება 90 მინუს ალფა და CDB მართკუთხა სამკუთხედში B მახვილი კუთხე გამოდის ალფა. და მეკითხებიან ამ ალფა კუთხის სინუს თუ DB-ს შეფარდება CB-სთან ეს არის 3x და ეს არის 4x. სამკუთხედი CDB რომ განვიხილოთ, CD გამოვთვალოთ, CD იქნება ფესვი 4x-ის კვადრატს მინუს 3x-ის კვადრატი. 16 მინუს 9. 16 მინუս 9 არის 7. ფესვი 7 ჯერ x. მაშინ სინუს ალფა გამოდის ფესვი 7x-ი შეფარდებული 4x-თან, ანუ ფესვი 7 მეოთხედი. ვექტორები და მათ შორის დებალი კუთხები. აი შეიძლება დახაზოთ და ესე გამოთვალოთ. მაგრამ მე გაგახსენებთ ერთ ფორმულას. A ვექტორის B ვექტორზე სკალარული ნამრავლი გამოითვლება ასე.
x1 ჯერ x2-ს დამატებული y1 ჯერ y2. ასევე გამოითვლება ასე. A ვექტორის სიგრძე გამრავლებული B ვექტორის სიგრძეზე გამრავლებული მათ შორის დებარე კუთხის კოსინუსი. შესაბამისად, მათ შორის დებარე კუთხის კოსინუსი იცნება x1 ჯერ x2-ს დამატებული y1 ჯერ y2 შეფარდებული სიგრძეების ნამდვილად. სიგრძე რა არის? x1-ის კვადრატს პლუს y1-ის კვადრატი. გამრავლებული ფესვი x2-ის კვადრატს დამატებული y2-ის კვადრატი. ტოლია. 1 ჯერ 2-ს დამატებული -1 ჯერ 1 შეფარდებული 1-ის კვადრატს პლუს -1-ის კვადრატი გამრავლებული ფესვი 2-ის კვადრატს პლუს 1-ის კვადრატი. 2 - 1 1 1 პლუს 1 ფესვი 2 გამრავლებული ფესვი 5. ანუ რამე 1 შეფარდებული ფესვია. ანუ ფესვიათი მიათეთი. რიცხვების დამნიშნულს რომ გავამრავლოთ ფესვიათს. ანუ რა გამოვიდა? კოსინუსი, ხო? ტოლია ფესვიათი მიათეთი. მაშინ ალფა რასთვის? არკ კოსინუს ფესვიათი მიათეთი. აქ საუბარია მახვილ კუთხეზე, ამიტომ ალფას ყველა მნიშვნელობას არ დავთვლით. ალბათობა უნდა ვიპოვოთ, რომ მომენტას ავაგდებთ 10 ჯერ. და 8 ჯერ მოვასაფასო. 8 ჯერ მოვასაფასური ნიშნავს, რომ რა 2 ჯერ მოვაგერ. სულ რამდენი ვარიანტი გვაქვს? თითო შემთხვევაში 2. ანუ მექნება 2 ხარისხად 10 შემთხვევა. 2 ჯერ, 2 ჯერ, 2 ჯერ და შემდეგ 2. და მე მინდა რომ ამ 10-დან 8 იყოს საფასური. ანუ აქ უნდა დავწეროთ C10-დან 8. ან თუ გინდათ C10-დან 2. ერთ რეგიო ვარიანტს მივიღებთ. იმიტომ თუ 10-დან 2 შემთხვევას 2 ჯერ მოვაგერბი, ავტომატურად ნიშნავს, რომ 8 ჯერ საფასური მოვა, ისევე როგორც 8 ჯერ საფასურის მოსვლა ავტომატურად ნიშნავს 2 ჯერ გერბის მოსვლას. C-n-დან ეს არის n-ის ფაქტორიალი შეფარდებული n-m-ის ფაქტორიალთან და გამრავლებული m-ის ფაქტორიალზე. რას მივიღებთ? 10 10-8 იქნება 2 და 8. დაგვრჩება 9 ჯერ 10 გაყოფილი 1 ჯერ 2-ს. 45. 45. 2-ის მიერთე წესით 1024 უნდა იყოს. მოცემული ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე უნდა ვიპოვოთ. როგორ ვიპოვოთ? კოსინუს x-1 იქნება თულაც არ უნდა იყოს, მისი მნიშვნელობა მოთავსებული იქნება ამ შუარეთში. 2-ზე რომ გამრავლდება, -2-სა და 2 შორის იქნება. და 2 ჯერ კოსინუს x-1-ს რომ 3 დაემატება, მოთავსებული იქნება 2 პლუს 3-სა და -2 პლუს 3 შორის. ანუ 1-სა და 5 შორის.